ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ვანიკო. ხა ესეთი რთული და რაღაც გამორჩეული ნომრის შემდეგ რა ფიქრობ, რომ რაღაცა მსუბუქი, ჰაეროვანი და ლამაზი გვინდა? კი, ფიქრობ და თუ ამ ნომერს ასეთივე მსუბუქი, ჰაეროვანი და ლამაზი მონაწილე ასრულებს ტანმოვარჯიშე თათია დონაძე. თათია დონაძე. ბალერინა ხარ? ტანმოვარჯიშე. არა, მეც მოხიბლული ვარ, კი, აღარ. თქვენ ღირსი ხართ რომ გადახვიდეთ შემდეგ ტურში. ორი წლის წინ, როდესაც მხატვრულ ტანმოვარჯიშში შევეშვი და სამოდელო კარიერა დავიწყე, ვფლიდი, რომ ჩემთვის სპორტში უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ეხლა, როდესაც ხალხმა შემიყვარა და ვადნიჭერის ნახევარფინალში, ვთვლი, რომ წარმატება ჯერ კიდევ წინ მაქვს და ამის დასამტკიცებლად ჟიურის და ჩემს მაყურებელს მინდა შევთავაზო კიდევ ერთი ლამაზი შოუ. თათია დონაძე. And the memories we keep from long ago. Do we ever really know each other's hands? You can go back before, but tomorrow will bring even more. Like the tides gonna turn, you will know. ძალიან ლამაზად მოძრავი ნინი თუ არსებობდა მე ნამდვილად არ მეგონა მე ვცადე თიკამაცა და არაფერი არ გამოგვიდა აღთოვანებული ვარ შენ ვარიო გეტყობა რომ აღთოვანებული ხარ მეც არ შემიძლია არ შემოგიერთდე თათია ძალიან ორიგინალური ძალიან ლამაზი ნომერი იყო და თავად მოიფიქრე ეს ესეთი კარგი ნომერი დიახ ძირითადად თავად ძალიან მიხარია, ძალიან კარგი. ნუ მოკლედ შენთან ლაპარაკს არაფერი ჯობია, მაგრამ ეხლა დროა ჟიურის დაუთმოთ ასპარეზზე. თქვა პირველი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი სიმღერა რო გავიგე, რაღაც თავიდან მიფიქრე რომ მომესმა. მე უბრალოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რომ თათიას არ ვიცნობდი 1 წლის წინ. იმიტომ რომ ეს ნომერი მე მგონი ეს ნომერი ღირსეული იქნებოდა რომ წარგვედგინა ევროვიზიაზე და აი მაშინ მე არ დამჭირდებოდა ბევრი მოძრაობა, ძალიან კარგი იყო. არაჩვეულებრივი ნომერი და ძალიან ორიგინალური. ძალიან ვაროთ თათია, ძალიან ეფექტური ნომერი იყო და ძალიან მინდა შენთან ვიარო, თუ შეიძლება, ხო შეიძლება ვიარო. წარმოიდგინე მე რო ვაკეთებ. სიარულზეა ლაპარაკი. არა, რომ მომამზადოს, აი ხიძე გადასვლაზე ოცნებობ, ბავშვები.
ეგრე რო დარჩე მე. არა, ეგრევე და შეიძლება მარტო. გიგა, თქვენ ხომ არ გამოხატოთ რაიმე სურვილს? ცეკვასთან დაკავშირებით. სურვილი გამოვხატო? არა, სურვილი. სხვა გოგოსთან გამოვხატა. რაც შეეხება თომას ბეგოი სოფო არ მიწყენს რომ მე ამ სიმღერის ეს შესრულებაც ძალიან მომწონს. და დავამატები თქვენს ნათქვამს კიდე ერთ რომ ეს გარდამსუბუქი ჰაეროვანის და ლამაზისა იყო ძალიან ეფექტური, ძალიან დახვეწილი და ძალიან ნიჭიერი. შეიძო, შეფასებები შეიძო. ძალიან დიდი მადლობა. იურის მე კი მაყურებელს შევასენებ თუ გსურთ რომ თათია იხილოთ ფინალში დაურეგეთ მაგთის ჯეოსელის და ბილენის აბონენტებმა ნომერზე 905. ახლა კი აპლოდისმენტებით გავაცილოთ თათია დონაძე. ძალიან ლამაზი ადამიანი.